once held. Please welcome the former UFC bantamweight champion of the world, Piotr No Mercy Yan. Standing across the octagon, a dominant champion who's putting together an all-time great resume. He's a cardio machine who has proven he can push the pace for as long as the fight goes. He's on a 14-fight win streak and 1 win away from tying Anderson Silva for the second longest win streak in UFC history. This is the UFC bantamweight champion of the world, the pride of Georgia, Marat, the machine, Dvalishvili. ჩემპიონი დავიწყებ. მერაბ, ესაა ის ქარდი, რომელზეც უკვე მეოთხედ იცავს შენს ტიტულს ამ წელს. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ამ შაბათს ახალი ისტორიის დაწერა? დიახ, მნიშვნელოვანია, რადგან მინდა რომ დაკავებული ვიყო და მადლობა UFC-ს რომ ასეც ხდება. მინდა ეს ბრძოლა მოვიგო და შობა ახალი წელი ვიზეიმო. გუშინ პიოტრიანმა თქვა, რომ მიზეზი იმისა თუ როგორ შეგიძლია ასე ხშირად იჩხუბო არის ის, რომ აქ სახლში იბრძვი და მასაც რომ ამის შესაძლებლობა ჰქონდეს 10 ჯერ შეძლებდა ერთ წელიწადში ჩხუბს. შენი აზრით, კარგად არ აფასებს იმას თუ რა ძალისხმევა სჭირდება ასე ხშირად ამ დონეზე ჩხუბს? ვფიქრობ, თავის გამართლება უნდა. აქ ჩემი სახლი არ არის, ჩემი სახლი საქართველოშია. რადგან UFC-ს ჩემპიონობა მინდა, ამიტომ მიწევს აქ ლას-ვეგასში ცხოვრება. მასაც შეუძლია იგივე ქნას, თუმცა როგორც ჩანს, ტაილანდში კომფორტულად ცხოვრობს და მოგზაურობა ურჩევნია იქ. მეც იგივეს ვაკეთებ. ზოგჯერ ნიუ-ჯერსიში ვიბრძვი, რუსეთშიც და კანადაშიც მიჩხუბია და კიდევ ბევრ შტატში. ჩვენ მებრძოლები ვართ და ვიბრძვით იქ, სადაც ჩხუბი გვიწევს. საიდუმლო არ არის, რომ UFC ხშირად ვეგასში ატარებს ივენთებს. თუ ვეგასში ჩხუბი გინდა, შეგიძლია აქ იცხოვრო. ან თუ სადმე სხვაგან გინდა, მაშინ სხვა შტატში იცხოვრე. მასზეა დამოკიდებული. პიოტრიანთან პირველი ბრძოლა შენი კარიერის ერთ-ერთი შთამბეჭდავი სანახაობა იყო. აპირებ თუ არა ამ შაბათს წინა სანახაობაზე უკეთესი ჩხუბი შემოგთავაზო, თუ იგივეს გაკეთებას გეგმავ. უკეთესი სანახაობა ჩემი მორიგი გამოწვევა იქნება. დარწმუნებული ვარ, ბევრ ცვლილებას შემოიტანს და მეც იგივე ტემპი უნდა შევინარჩუნო. ვფიქრობ, ამჯერად განსხვავებული ბრძოლა იქნება, რადგან უფრო ტექნიკური ვიქნები. მეტ უნარს გამოვავლენ, თავად უფრო აგრესიული იქნება. დამედევნება და დარწმუნებული ვარ, ჩემს გათიშვას შეეცდება. მხოლოდ ასე თუ შეძლებს ჩემს შეჩერებას, რადგან თუ გადაწყვეტილებამდე მივა, გადაწყვეტილების მანქანა მოიგებს. პიოტრ, ეთანხმები თუ არა ამ შეფასებას? შენი აზრით, მერაბი რომ დაამარცხო, უნდა დაანოკაუტო თუ 5-ვე რაუნდში შეძლებ გამარჯვებას? გამარჯობა ლას-ვეგას. შაბათს, დიახ, მე მის გათიშვას შევეცდები. პირველი ჩხუბის დროს მერაბმა 59 ჯერ ცადა თეიქდაუნის გაკეთება. რა გასწავლა ამან და როგორ შეეცდები მისი შეტევები შეაჩერო და შენი წამოიწყო? პირველი ბრძოლის დროს მასთან ერთი ხელით ვიბრძოდი. 59 თეიქდაუნი ცადა. პიოტრ, ასეთი რამ არ შეგეფერება ძმაო. თავის მართლებას მორჩი გთხოვ. არანაირი თავის მართლება. 6 დეკემბერს თავიდან რო დაგამარცხებ, ისევ იგივეს მოიმიზეზებ? მითხარი. თავის მართლებას ისევ დაიწყებ, მეორედ რომ დაგამარცხებ? მითხარი, მიდი. მეტი მითხარი, მეტი. აპირებ თუ არა თავის გამართლებას? მიპასუხე 6 დეკემბერს აპირებ თუ არა თავის მართლებას? მითხარი გთხოვ. რაიმე დაზიანება ხომ არ გაქვს? მიპასუხე, ტრამვირებული ხარ? შაბათს ვნახავთ. კარგი? მიპასუხე კითხვაზე, ტრამვირებული ხარ თუ არა? უბრალოდ მითხარი, კი თუ არა? როგორც ჩანს არა. კარგი, გასაგებია. მეგობრებო, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ამ შაბათს თქვენ მე საუკეთესო ფორმაში მიხილავთ. წარმატებები. თქვენ ორს ყველაზე მეტი სატიტულო დაცვა გაქვთ, ვიდრე დანარჩენ UFC-ს ჩემპიონებს. რატომ ანიჭებთ დივიზიონში დარჩენას უპირატესობას? ჩემს წონით კატეგორიაზე მინდა ვკონცენტრირდე. არ მინდა აქეთ-იქით ვიხტუნაო, ზემოთ ქვემოთ ვიარო.
ჯერ მინდა ჩემი დივიზიონის გასუფთავებაზე ვიფიქრო და შემდეგ თუ UFC-ს უნდა რომ დივიზიონი შევიცვალო, მერე ვისაუბროთ ამაზე. თუმცა ამჯერად ამ ჯენტლმენზე, პიოტრიანზე ვარ კონცენტრირებული. ვიცი რომ მას ჩემი გათიშვა უნდა, თუმცა ჩემი საქმეა ამის საშუალება არ მივცე. ჩემთან ჯაკუსში გეპატიჟები. მიდი პიოტრ, რაც არ უნდა მოხდეს ბრძოლის შემდეგ. ჩემი აზრით ჯაკუსში გოგოებთან ყოფნა უკეთესია. რა პრობლემაა, ძმაო, რა მნიშვნელობა აქვს, ბიჭები თუ გოგოები ვიქნებით? ხოლო ძმაკაცები. მე მხოლოდ ბიჭებს ხედავ შენთან ჯაკუსში. სიმართლე გითხრა გოგოებთან საერთოდ ვერ გხედავ. პანტოჟა, იგივე შეკითხვა მაქვს შენთან. დიახ, შესანიშნავად გრძნობ თავს. ყოველივე ეს დიდი შრომის შედეგია, ხომ გესმის? მეც და მერაბიმ ამ მომენტისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ. შეიძლება სხვა ჩემპიონები ცოტა ზარმაცობენ, რადგან ყველაფერი მარტივად მისდით. ჩემი და მერაბის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად არის. დიდი შრომა გვიწევს, რომ აქამდე მოვიდეთ. ამიტომ ორივეს გვინდა რომ ეს მომენტი შევინარჩუნოთ. გვინდა რომ ქამარი ჩვენთან დარჩეს. გვინდა რომ ჩვენი ცხოვრება და ჩვენი ოჯახის ცხოვრება შევცვალოთ. გავაუმჯობესოთ თავები, რეიტინგში ავიწიოთ და ყველა შეცდომა გამოვასწოროთ. უმსუბუქ წონაზე ძალიან ბევრ სისულელეს ამბობენ. ვფიქრობ ოქტაგონზე გამოსვლით და კარგი სანახაობის ჩვენებით მათ აზრს შევცვლით. ყოველივე ეს მოტივაციას გვაძლევს. ხედავთ ალბათ სხვა ჩემპიონები როგორ ოცნებობენ მეორე ტიტულზე. ტრამვის შემთხვევაში კი კიდევ 6 თვე აღარ ჩხუბობენ. მე და მერაბი კი თუ დაგვიძახებ ყოველ 2 თვეში ვიჩხუბებთ. ეს არის და ეს. ამ ბრძოლის შემდეგ შეგიძლია მე ან მერაბს დაგვირეკო და ისევ მზად ვიქნებით. დიდი პატივისცემა და სიყვარული შენ ძმაო, წარმატებები. პიოტრ, რამდენად შთამბეჭდავია შენთვის ის ფაქტი, რომ მერაბი ყოველ დღე 5 რაუნდიან სპარინგებს მართავს და ბრძოლის დღე როცა დგება გამოდის და კიდევ 5 რაუნდს იბრძვის. შთამოგონებელია თუ არა ეს შენთვის? მისმინე, ჩემზე საერთოდ არ უნდა ახდენდეს ეს შთამბეჭდილებას. თუ თავად გონია რომ ეს მასზე მუშაობს. თუმცა ერთი რამ დაიმახსოვრე. ნებისმიერი მანქანა იმსხვრევა. კიდევ ერთი შეკითხვა პიოტრ შენთვის. მერაბი მუდმივად სახალისო ვიდეოებს და ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში. მაქედან რომელიმე ხუმრობაზე თუ გაგეცინა? პრინციპში, ყველა მისი ხუმრობა სახალისოა. არ მგონია მათ სპეციალურად აკეთებდეს. განსაკუთრებით ის მომეწონა, როცა გაყინულ ტბაში გადახდა.